გამარჯობათ მეგობრებო. წავედით ხევსურეთში. შემდეგი სქემა, რაც შეიძლება იოლი, ადვილი მოსაქსოვი. ეს ყოველთვის ექნება ხევსურულ ორნამენტებში და სქემებში მოსაქსოვ წინდებს ყოველთვის ექნება აი ეს ჩარჩო. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ რაღაც როცა ორნამენტს ქსოვთ, უნდა გქონდეს აუცილებლად ქვემოდანაც და ზემოდანაც თავისი ჩარჩო, რომ არ იყოს დაუმთავრებელი, შიშველი და სივრცეში დაკარგული. ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი კანონზომიერება, ხო? აი მაგალითად ახლა ნახეთ, ეს უკვე სერიოზული, ამასთან შედარებით ვამბობ სერიოზულს, უკვე ცოტა რთული დიდი სქემა არის, ხო? ამას აქვს თავის ჩარჩოები, აი ეს, ხო იოლია პატარა, აი უკვე თავის ჩარჩოშია მოქცეული. აი ეს ნახეთ ახლა, აი ეს აქვს მოქსოვილი და აქედანაც, რომ აი ეს სქემა თლიანად იყოს თავის საზღვრებში. რა ვიცი, როგორც ვთქვი რა. ამიტომ ყოველთვის როცა ვიწყებ ქსოვას, ამას აღარც სწავლა უნდა და აღარც დროის დაკარგვა, რომ აი როგორც აქ არის მოცემული, იქნება აქაც გადაქსოვილი ორი რიგი ჩვეულებრივ რა ფერითაც ვიწყებთ ქსოვას. წინდას ქსოვთ, ხო? და შემდეგ რა ფერითაც იწყებთ ქსოვას, რომ ეს ორნამენტები გამოიყვანოთ და სქემა მოქსოვოთ სხვა ფერით. ამიტომ ეს იქნება ყოველთვის გადაქსოვილი და შემდეგ ისევ თავის ფერი ეს და ახლა ვიწყებთ შემდეგ სქემას. ჩვეულებრივად ორი ძაფით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ, წინა ვიდეოებში ახსენი, როგორ დავიხვიოთ ორი ძაფი თითებზე, როგორ მოვიყვანოთ საქსო მდგომარეობაში, ასე ვთქვათ. მე გავაგრძელებ, რადგან სულ ერთი და იგივე ზორი ვილაპარაკოთ, მეგობრებო, აქედან ვერ წავალთ შორს, ისევ აქ ვიქნებით და სულ აქ ვიქნებით, ხო? ახლა, ეს მოვქსოვე მე, ესაც მოვქსოვე, აი ამას ვამბობ, ორი რიგი, ახალი ფერი რომ დავიწყეთ ამ სქემა ნაქსოვზე, ფონზე, ორი რიგი. ახლა, აი აქ ვართ, აი, და აქედან არის სხვა დასაწყისი, აი ესა პირველი თვლები, აქ. ამიტომ ვითვლით აქედან. ერთი და ორი თვალი ჩვეულებრივი ძაფით მოვხსოვთ იმ ფერით, რა ფერითაც ვხსოვთ საერთოდ წინდას. დასაწყისში ერთი, ორი თვალი მოვხსოვე. შემდეგ ახლა დღეს ჩვენ გამოყვავს ჯვრები, ხო? ვხსოვთ ჯვრებს. საერთოდ ხევსურულ ნაქსოვებში, ნაკერებში, ტალავარში და ხალიჩებში და ყველგან ძალიან ხშირად შევხვდებით ჯვრებს. ეს იყო ღვთისშვილთა და ქრისტიანთა, რაც იყო და როგორც იყო, ამაზე არ გავაგრძელებ მე საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, ჩავხატოთ, ჩავაქსოვოთ, ჩავაკეროთ და ამიტომ აი ახლა აქ ჩვენ ერთ-ერთი სქემა ეს განვიხილოთ, როგორ მოვხსოვოთ ჯვრები, თუნდაც აი მთლიან ერთ სქემაში. ახლა ორი თვალი მოვხსოვე, შემდეგ ეს რაც ჯვრებით მაქვს აღნიშნული, ეს ვიცით, რომ უკვე გამოყვავს სქემა სხვა ფერით, ხო? ჩემ შემთხვევაში არის თეთრი. ერთი თვალი, ერთი უჯრა არის ერთი თვალი და ვხსოვთ უკვე თეთრს, რადგან სქემა ასე გვიჩვენებს. შემდეგ ერთი, ორი, სამი თვალი, ეს სამი თვალი არის იგივე ჩვეულებრივი ფერი. 1, 2, 3.
ჩვეულებრივი ფერი და შემდეგ ისევ თეთრი. ჩემ შემთხვევაში თქვენ არ ვიცი რა ფერით მოგსოვთ, ახალ ფერს როცა დაამატებთ, რა ფერით გამოიყვანთ ამ ჯვრებს. ერთი თვალი ისევ, სამი თვალი ჩვეულებრივი, ერთი თვალი ისევ და ასე შემდეგ. ეს რიგი გვეუბნება, რომ მთლიანად იქსოვება ასე: 1, 2, 3 თვალი ლურჯი, როგორც ვგსოვ, თქვენ რა ფერსაც აირჩევთ, იმ ფერით მოგსოვთ. ახლა 1 თვალი თეთრი, 3 თვალი ლურჯი, 1 თვალი თეთრი. სულ ასე მოვგსოვთ ირგვლივ ახლა ამას ჩვენ. 1, 2, 3, 1 თვალი. 1 თავიდან ახლა ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ვიღაცა იღლება, რა ვიცი, ახლა ყურებაც კი უჭირს არათუ მოგსოვა, ხო? ნუ არის ადამიანი ახლა ზოგი ასე, ზოგი ისე. ვისაც გაინტერესებთ, რომ მოგსოვოთ, აი ასე როცა ვიწყებ მომყევით, როგორც ვთვლი და ვგსოვ და ძალიან გაგიადვილდებათ შემდეგ აი ამ ორნამენტების მოგსოვაც და ხელსაც მიაჩვევთ ძალიან და წაკითხვასაც კიდე. 3 ლურჯი, 1 თეთრი. რადგან 1, 2, 3 და 1 თეთრი. რადგან ასეთ სქემებს რო ნახავთ, ვერაფრით ვერ გადმოიტან და მოგსოვთ, თუ წაკითხვა არ იცი, დათვალა სულ უნდა დათვალო ყველა. 1, 2, 3 1 თვალი თეთრი. 1, 2, 3 ლურჯი, 1 თვალი თეთრი. ეს რიგი მთლიანად ასე მოიქსოვება უკაცრავად. 1, 2, 3, 1 თვალი თეთრი, 1 ლურჯი ბოლო და აი ჩვენ უკვე დასრულდა ეს რიგი მოვგსოვეთ მთლიანად. შემდეგი რიგი. ყოველთვის, როცა ირგვლივ ვგსოვთ, ყოველთვის ვიქნებით აქ დასაწყისში, ხო? აქ ვიქნებით. ახლა ეს რიგი ხო მოვგსოვეთ ჩვენ. მოვედით აი აქ ვიწყებთ ახლა ნახე. აქ თუ ორი თვალი ამოვიყვანე მე წეღან ლურჯი, ეს ორი უჯერა ხო ორი თვალი. და ეს ხო ეს ფერი რა ფერითაც ვგსოვ, ხო? ახლა აქ ნახე 1 თვალი დარჩა და ამან გაიწია იქით, რადგან აი ეს 1 უნდა გავაშუალედოთ, ანუ შუაში დავტოვოთ და 3 თვალი რო გვიჩვენებს ზემოდან ამ თეთრს რო ამოვიყვანთ, 1 წინ უნდა იყოს, 1 ამ თვალზე, 1 შემდეგ. ეს შუაში უნდა მოხვდეს, ისე უნდა მოვგსოვოთ ზემოთ ის 3 თვალი. ხო გვეუბნება 3 თეთრი 1 ლურჯი, ხო ასეა ახლა? 3 თეთრი 1 ლურჯი, მაგრამ ხო უნდა ვიცოდეთ ჩვენ ის 3 თეთრი სად მოვგსოვოთ, ამის აქეთ, ამის აქეთ თუ აქ. აი, ქვემოდან დააკვირდები და ეს დარჩება შუაში, თვითონ თეთრი იქნება, წინაც 1 თეთრი იქნება, შემდეგაც 1 თეთრი იქნება. მოდი ახლა აბა გავაკეთოთ რა გვაქვს. ეს თეთრი თვლები გვაქვს ჩვენ, ხო? ეს 1 ლურჯი დაგვრჩაო და დაგვრჩა 1 ლურჯი აქ. ახლა ნახე, აი თეთრი, წინა რიგიდან ამოყვანილი. ამ თეთრზე 3 თეთრია ზევიდან იქით აქით შუა კიდევ ვიმეორებ. ოკეი, 1 წინ, 1 თვითონ, 1 შემდეგი. აი ნახეთ ზუსტად ის გამოვიყვანეთ ჩვენ, რაც გვაქვს აი აქ მოცემული. კი ვგსოვთ რამდენსაც ვითვლით ყოველ რიგზე გადავდივართ ვითვლით, მაგრამ ხო უნდა ისაც ვიცოდეთ სად, ხო? ან ბევრი იქნება ეს თეთრი, ან ცოტა იქნება, ან ნაკლები, მეტი, ასე ვთქვათ, ყველა რიგზე იცვლება რაოდენობა, მაგრამ ჩვენ ის უნდა ვიცოდეთ, სად ამოვიყვანთ იმ ფერს, როცა ვცვლით. და ახლა, როცა აქ 1 თეთრი გვაქვს, გვეუბნება ეს 3 აქეთაც და თავისი თავიცო.
და გამოგვივიდა აი ეს. შემდეგ ერთი ლურჯი მოგსოვეო მხოლოდ. რადგან ამან გადმოიწია ერთით, ხო უკვე? ერთი ლურჯი მოგსოვეო, რატომ? შემდეგ ერთი თვალი რო გქონდა აქ მოგსოვილი. აქაც იგივე სამი თეთრი თვალი უნდა მოვგსოვოთ, თავისი თავიც, წინ და შემდეგ. ამიტომ თავისთავად ერთი დარჩება, აქედანაც ხო მოდის ეს თეთრი, აქედანაც ხო მოდის ეს თეთრი. ახლა თეთრი, თვითონ თეთრი და შემდეგი თეთრი. ერთი ლურჯიო, ისევ ასეა სქემაზე ნაჩვენები. შემდეგ აი სად არის თეთრი, ხო? აქ. ამიტომ ეს თეთრი უნდა მოვგსოვოთ. თვითონაც თეთრი იქნება და შემდეგიც ერთი თვალი თეთრი იქნება. აი ასე. ერთი დარჩება ლურჯი. შემდეგ აქ უკვე თეთრია, ნახე, წინ ერთი თეთრი, თვითონ ერთი თეთრი და შემდეგი ერთი თეთრი, გამოგვივიდა სამი. თან გამოგვივიდა თავის ადგილას. თეთრზე შუა თეთრია, აქეთ-იქეთ თითო დავამატეთ ფერი. თვლები არა, ფერი. თვლები შევცვალეთ ფერით. ერთი ლურჯი რჩება შუაში. შემდეგ აი სად არის თეთრი, წინ ერთი თეთრი იქნება, თვითონაც თეთრი იქნება, შემდეგ კიდე ერთი თეთრი იქნება. გადმოვედით. ახლა აქ სამი თეთრი იყო, შემდეგ აუცილებლად შუაში ერთი ლურჯი უნდა იყოს. ასე უკვე ძალიან ადვილია მისახვედრად, რას აკეთებ და რა უნდა გააკეთო. წინა რიგიდან გაითვალისწინებ ხოლმე ფერებს, როცა სქემა გითვლის რაღაცას და გაჩვენებს. ახლა ამ თეთრზე წინ და შემდეგ. 1, 2, 3. გამოგვივიდა იგივე. ერთი ლურჯი აუცილებლად. აი სად არის თეთრი. წინ ერთი, თვითონ მეორე და შემდეგ მესამე. ერთი ლურჯი აუცილებლად. შემდეგ აუცილებლად თეთრი მოყვება, რადგან ერთი ლურჯი იქსოვება შუა და აგერ თავისთავად აქ უკვე თეთრია. და შემდეგ კიდე ერთი თეთრი გვჭირდება ლურჯზე, რომ ამოვიყვანოთ, აი ასე. ერთი ლურჯი. ჩვენ გვსოვთ ახლა ზუსტად აი მეორე რიგი, რაც აგვაქვს სქემის. სამი თეთრი, ერთი ლურჯი, სამი თეთრი, ერთი ლურჯი. ახლა აქაც რო დააკვირდეთ თუნდაც, რახან ეს თვითონ თეთრი იქნება წინა რიგიდან, წინაც ერთი თეთრი გვინდა, თვითონ მეორე და შემდეგ მესამე. ერთი ლურჯი. 1, 2 და 3. და მოვედით ჩვენ უკვე აქ უკვე ახალი რიგი იწყება. დასასრულია რიგის და შემდეგ ახალი რიგი იწყება. შემდეგ ახლა ნახეთ ჯერ ნახაზზე დააკვირდით. აქ აი ეს რიგი მოვგსოვეთ ჩვენ და აქ სამი თეთრია. ახლა გვეუბნება ნაპირიდან თუ დავიწყებთ და გადავთვლით, ისევ ორი ლურჯი უნდა დატოვო. ეს ხო აი ერთი უჯრა, ერთი თვალი, მეორე თვალი, 1, 2 ლურჯი. ერთი თეთრიო, ეს ხო თეთრია ვიცით. 1, 2, 3 ლურჯი, ერთი თეთრი, 1, 2, 3 ლურჯი, ერთი თეთრი და სულ ასე გრძელდება ახლა ეს რიგი. მაგრამ აქ ჩვენ ხო გვაქვს სამი თეთრი, აქ როგორც გვაქვს მოგსოვილი. ახლა ისაც დავაკვირდეთ, სად უნდა მოვგსოვოთ ეს თეთრი, ხო? სამი თეთრი გვაქვს. აუცილებლად შუა თეთრზე, აი აქ რო უყურებთ ახლა ხო ჩანს, რომ შუა თეთრზე ზის ის თეთრი. ამიტომ დანარჩენი ლურჯი იქსოვება და სამი თეთრიდან შუა თეთრზე ვტოვებთ მხოლოდ თეთრს. შემდეგ რიგზე.
დანარჩენი თეთრიც და ლურჯიც იქსოვება ლურჯი. ასე გაგიადვილდებათ სქემის გადმოტანა აქ. ახლა ვიწყებთ თავიდან და გვეუბნება 2 ლურჯია თავიდან, ხო? 1, 2 ლურჯია თავიდან. ეს 3 თეთრი რო იყო, შუა იქნება აუცილებლად თეთრი, როგორც ნახაზი გვეუბნება. 1, 2, 3. ისევ გადავიდა ლურჯი ფერი აქეთ და იქით გაიშალა, მაგრამ თეთრი რჩება, აი ეს შუა, მესამე თვალი იქსოვება უკვე სიმაღლეზე, აი ეს. 1, 2, 3. ნაპირის თეთრები იქსოვება ლურჯი, თვითონ ლურჯიც იქსოვება ლურჯი და გამოდის 3 თვალი. როგორც აქ გვაქვს, აი ნაპირის თეთრები იქსოვება ლურჯი და შუა ლურჯია ლურჯი. ერთი რო ეხლა ეს თეთრია, ხო, შუა თვალი აუცილებლად შემდეგ ლურჯი იქნება. ლურჯი თავისთავად ლურჯი იქნება და კიდევ პირველი ერთი თეთრი შემდეგი 3 თვლიდან ლურჯია. მხოლოდ შუა თვალია თეთრი ისევ. ერთი რო გააცნობიერებ, ხო, ადამიანი რო აი საიდან ფერები როგორ გადადის, გადმოდის, მე ძალიან ადვილია. 1, 2, 3. თვითონ ლურჯი და იქით-აქით თითო თვალი. თავისთავად ეს თეთრია, ეს ისევ ლურჯია. აი აქ ახლა გადმოვიდა ერთი ლურჯი, ლურჯი თვითონ ლურჯია, შემდეგი ერთი თვალიც ლურჯია და შუა თეთრი გვჭება თეთრი და აქ ისევ გრძელდება. აი რატოა იქით ლურჯი, აქით ლურჯი. შუა ლურჯი ხოა ლურჯი, თითო იქით აქედანაც ემატება ფერი. 1, 2, 3. ეს თეთრია. 1, 2, 3. ეს შუა თეთრი თეთრია. ნაპირის ლურჯია. ეს შემდეგი ლურჯია თვითონ, ესაც ლურჯია. შუა რჩება მხოლოდ თეთრში. 1, 2, 3. ეს თვითონ თეთრია, ესაც ლურჯია. აბა სად ვართ და აი ნახეთ, უკვე დამთავრდა რიგი, მოვედით აქ ახალი რიგის დასაწყისში. ახლა რა უნდა ვქნათ? აი ეს რიგი მოვგსოვეთ ახლა ჩვენ. ახლა აქ უნდა მოვგსოვოთ, რა ფერითაც ვგსოვთ. ჩვენ ხომ მხოლოდ თეთრი გვაქვს ახლა აქ ნახაზი, ხო? რაც გვაქვს სქემა თეთრით ვგსოვთ. აქ როც არიელია, ეს უნდა მოვგსოვოთ ჩვეულებრივად. რა ფერითაც ვგსოვ წინდას. ჩემ შემთხვევაში ეს იქნება ლურჯი. დავტოვებთ თეთრს და მოვგსოვთ ერთ რიგს სულ ლურჯს. არ ვიცი, რამდენად გაგიადვილდებათ ასე ახლა ვიდეოთი ამ ორნამენტების და სქემების გადატანა და წაკითხვა და მოგხსოვთ? იმედია, არ ვიცი. თავარია სქემას როცა ხედავ, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია მიაჩვიო თვალი, წაკითხვა იცოდე, გადმოტანა
და შემდეგ უკვე ამას კარგად რო აითვისებ, ხო? შემდეგ აი აქედან შეგეძლებათ უკვე ეს დათვალოთ და გადმოიტანოთ. სქემაც აღარ დაგჭირდებათ მერე უკვე. აი ეს ნაკსოვებს რო ნახავთ, აქედან შეძლებთ რომ გადმოიტანოთ ის რაღაცა მოხაზულობა და ორნამენტი თუნდა ეს იქნება თუ არა, აი ბევრჯერ ჩვეულებრივი ან ხალიჩებიდან ან რაღაცაზე ნახატი ყოფილა და ჩვეულებრივ გადმომიტანია და მომიქსოვია. იმიტომ გაგიადვილდებათ მერე ძალიან უკვე იქ რო ხედავ უკვე იცი საით მიდის ფერი, ნაკსოვი, სქემა, ის ორნამენტი საით უხვევს, საით იწყება ფერებში როგორ გადადის უკვე გეადვილება, როცა იცი წაკითხვა. ნაკსოვზეც გაგიადვილდება. ახლა ნახე ეს მოვგსოვეთ ჩვენ ერთი რიგი და გვეუბნება მხოლოდ ერთი რიგი. ახლა ასე თუ ვთვლით და ვკითხულობთ რომ ერთი თვალია, ორი თვალია, სამი თვალია, თითო უჯერა, ხო, თითო თვალი, ხო? ეს იქნება თუ ეს იქნება 1 2 3 4 ასე ხო ვითვლით. ასეც ასე ვითვლით ჩვეულებრივად. ნახეთ, ეს ერთი უჯერა თუ ერთი რიგის თვალია, ეს მეორე რიგია, მესამე რიგია, მეოთხე რიგია. ამიტომ აუცილებლად აი ასეთი უჯრიანზე გჭირდებათ აი დაუშვათ და ნახე რაღაც ორნამენტი, ხო? შეიძლება ზეპირად ვერ დაიმახსოვრო, მაგრამ აიღო და ან ფოტო გადაუღო, დღეს მაგის შესაძლებლობა, ან გადმოიტანო ასე და ორნამენტი დახაზო, დახატო აქ, ასე ვთქვათ, როგორც ეს არის ახლა, გადმოიტან ჩვეულებრივად, მაგრამ ასე ითვლი, ასე თვლებს ითვლი, ასე რიგებს ითვლი და ჩვეულებრივად აი ეს უჯრიანი რვეული, იმიტოა კარგი რომ ზუსტად გადაგაქვს და შემდეგ წაკითხვაც ადვილია. ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ, ნახე, ეს მოვგსოვეთ, შემდეგი რიგი აქ ვარ და შემდეგი რიგი თეთრი უნდა მოვგსოვოთ. აი როგორც აქ თავიდან რომ დავიწყეთ და უნდა ვამბობ კიდე რომ ჩარჩოში მოვაქციოთ ჩვენ ეს სქემა, რასაც აქ ვგსოვთ, ასე ხო იყო აქ, აი ეს თეთრი რომ მოვგსოვე, ახლა აქაც ერთი რიგი უნდა მოვგსოვო ასე. ეს შენი გადასაწყვეტი, ახლა შეიძლება ერთი რიგი არ იყოს, ეს კანონი კი არ არის, ორი რიგი იყოს აქ, ხო? აქაც მაგრამ რაღაცა ბევრი არა, ისეთნაირად არა, რომ ბევრი მოგსოვო და რაღაცა ულამაზოდ გამოჩნდეს. ახლა ეს პატარა სქემა და თითო რიგს რო გსოვ, ამას უხდება ეს თითო რიგი. ახლა შენ აი ეს რო ადგე აქ ერთი რიგი მოგსოვო, აქ სამი, აღარ მოუხდება უკვე, სქემა თვითონ პატარაა და ეს სამი რიგი რო მოგსოვო, აი ეს, ხო? ძალიან შეუსაბამო გამოვა, არ იქნება ლამაზი ერთმანეთში. დიდი სქემა თუა შეიძლება მოუხდეს, მაგრამ პატარა სქემას აქ დიდი ფონი, ასე ვთქვათ, მოგსოვილი არ მოუხდება. იმასაც მნიშვნელობა აქვს თანდათან, მერე ამასაც რო იტყვიან მიაჩვევთ თვალს, ხელს, რომ რას რა უხდება, ეს ყველაფერი გემოვნებით გამოკლავს, ხატავ, ასე ვთქვათ, ხო? ახლა ნახე, მე ვიწყებ შემდეგი ფერით გსოვას, სხვა ფერით, ანუ და ამ რითიც გსოვდი, ამას აქეთ აქ არ დავტოვებ, იქით აქეთ შემოვაბრუნებ, აი აქ დავტოვებ, აქედან და თუ სხვა ფერით ვიწყებ გსოვას, აუცილებლად აი აქ ვტოვებ ძაბს, წინა ჩხირზე. რო რიგი შემდეგ ერთ ხაზზე დავტოვო, მოვაქციო, გადავაბა, ასე ვთქვათ, და ცალ-ცალკე არ იყოს და არ ასცდეს ერთმანეთს. ეს როცა ფერს შეცვლით, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არ დაგავიწყდეთ. ახლა ერთ რიგს მოვგსოვ მე კიდე თეთრს აქ. და ამითი ამ სქემას დავხურავ. აბა სცადეთ და მოგსოვეთ აი ამ ხაზების გარეშე, მხოლოდ სქემა. როგორ დაგეკარგება, იცი, რაღაცნაირად გაიბნევა უსასრულობაში და არ გამოვა ისეთი ლამაზი. ამიტომ ჩათვალე რომ ხატავ, რასაც აკეთებ, რასაც გსოვ, შენ წინდაზე ხატავ.
შემდეგ შეგიძლიათ რაოდენობა ამ თვლების მიუმატო ისე რომ აი ნახე მოვედით ბოლოში არ დაგავიწყდეს ეს ცალი კი არა მოიყვანო ეს თვალი აქედან გახვალ და აუცილებლად ერთად ამოიყვან ამ თვალთან ერთად და აი ფერი რიგზე გადაებმის ერთმანეთს ახლა ისევ შევცვლი და როგორ შევცვლი ნახე ამას ვტოვებ ახლა მე აღარ მჭირდება მაგრამ აქეთ მხარეს აი ასე შიგით მოვაქცევ ვიწყებ ამ ფერით ქსოვას ახლა და აუცილებლად ფერი რო შევცვალე აი აქ დავტოვებ აუცილებლად ამ ძაფს და გავაგრძელებ ქსოვას ხო ვამბობდი შეგიძლია ახლა გაადიდო ის ზომებში ხო ეს ჯვარი დაუშვათ ახლა პატარ-პატარა გამოვიყვანეთ გჭირდება რაღაც ჯემპრს ქსოვ და უნდა მოგქსოვო უფრო ასეთი პატარა არა დიდი დაუმატებ მაშინ თვლების რაოდენობას ასეც გაადიდებ და მისცემ ლამაზ ფორმას ჯერ სქემას დახატავ, ასე ვთქვათ, სად რამდენი თვალი დაგჭირდება და შემდეგ მოგსოვ ისე, გადათვლი და სულ დათვლი ყველა თვალს, რომ არ მოგივიდეს დაკარგული სადღაც ზედმეტი ნაკლები, რა ვიცი, სულ უნდა დათვალო თვლები. აი მოვედი ახლა აქედან გავალ და ერთად ამოვიყვან ამას ორივეს და ეს ლურჯი ფერი ქვევით წაიღებს თეთრ ფერს აი ასე და ეს ერთ ხაზზე დარჩება აქ ერთ რიგს კიდე მოვქსოვ იგივეს როცა იგივე ფერს აგრძელებ და ქსოვ არანაირი მოხვევა არ გჭირდება რადგან იგივეა აი ასე მოვქსოვეთ და ვნახოთ რა მოვქსოვეთ. მოვქსოვეთ თუ არა იგივე. აი მეგობრებო ჩვენი სქემა და რა გადმოვიტანეთ ახლა ჩვენ აი წინდაზე. ეს არის დღევანდელი ჩვენი ნამუშევარი. ეს შეგიძლიათ ჩვეულებრივად გადაიტანოთ, ამობეჭდოთ, თუნდაც აქედანვე გადახაზოთ თუ რა ვიცი როგორ თქვა, გადახატოთ, რაც ქვია. და მერე სადაც დაგჭირდებათ და როცა დაგჭირდებათ, იქ გამოიყენებთ. წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ, მეგობრებო.